აიურვედა არის ყველაზე ძველი მედიცინა. და ეს 1000-ობით წლიდან მოდის ეს ყველაფერი, ეს კვება და ეს რაღაცა. ტრადიციული მედიცინაში თუ რამე პრობლემა პირდაპირ მაგისი რაღაცანაირად უნდა შეაჩერო რაღაცა წამლით. აიურვედა კურნალობს ადამიანის ეს პრობლემა საიდან მოვიდა. დღეს თუ მოდის ადამიანი მე მესაუბრება და მე იმ ადამიანს ვეუბნები დილით რა ჭამე. შენ რა ჭამს? გუშინ რა ჭამე? ღამე რომელ საათზე დაიძინე? ცხოვრება, ანუ ტრადიციული მედიცინაში თელი დღე 8 საათი ექიმი რომ მუშაობს, შეიძლება 60 კაცი ნახო, ან 40 კაცი კონსულტაცია სწრაფ. აიურვედას ესე არ არის. აიურვედას შეიძლება 1 საათი დაჭირდა ერთი ადამიანთან საუბარი და მაგის პრობლემის მოგვარება. დეტალურად უნდა გამოგეთ. და რა სხვაობა კიდე? ტრადიციული მედიცინა ეუბნება ეს წამალი დალიე, აიურვედა ეუბნება ეს არის საშუალება, რომელიც დაგეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ მერე სია მოყვება, ეს არ უნდა ჭამო, ეს არ უნდა ჭამო, ეს არ უნდა ჭამო, როდის უნდა ჭამო, რა დროს უნდა ჭამო, მზე სად არის, ლოკაცია, ეს ფილოსოფია ცოტა გრმა. რომელიც ცოტა ეზარება ადამიანის გაკეთება. და შეიძლება აიურვედა იმდენად არ განვითარდა, როგორც ტრადიციული მედიცინა.